Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad, amma ba'd. Assalamu alaykum, მოგესალმებით. სრულდება 2024 წელი და იწყება 2025 წელი. ძალიან ბევრი საგან ისმის კითხვა, რომ შეიძლება თუ არა ახალი წლის აღნიშვნა მუსლიმი ადამიანის მხრიდან და თუ არა რატო. ძალიან ბევრმა ამ თემაზე პასუხი გასცა, მაგრამ მინდა რომ რამოდენიმე სიტყვის ჩვენს შემოვიფარგლოთ, უნდა გავაცნობიეროთ და გავაანალიზოთ, რომ ახალი წელი მხოლოდ წლის დასასრულით და ახალი წლის დასაწყისით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის საზიანო მეტი არის, სასარგებლო რა არის აქედან. არ დავიწყებ იმით, რომ ეს რამდენად სხვა აღსარლობიდან გამომდინარე ახალი წელი რელიგიური არის, არ არის, თუ არის აღნიშნა ადამიანს რწმენიდან გაიყვანს, თუ არ არის მაინც სახიფა თუ არის რწმენის მხრიდან. მთელი წლის განმავლობაში რა დანაშაული ცოდვაც რომ ვლინდება ადამიანების მიერ ამ ერთ ღამეზე, ამ დღესასწაულთან, ახალ წელთან დაკავშირებით, ამ ერთ ღამეზე იმაზე მეტი ცოდვა ვლინდება. ახალ წელს რითი უნდა გაატაროს მუსლიმ ადამიანმა? ალკოჰოლური სასმელით, ჰარამის საჭმელით, აკრძალული საჭმელით, გარყვნილობით, ყუმარით, აზარტული თამაშებით და მილიონობით დახარჯული თანხა უაზროდ ერთი წუთის, ერთი საათის სიამოვნების გამო. სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი იქნა 15 მილიონი ლარი. წელს შეიძლება უფრო მეტი, ორმაგი იყოს. მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ბათუმში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენდა საცხოვრებელი ადგილი, რომელიც რომ დაჯდა 30 მილიონი და დაახლოებით 586-600-მდე ოჯახი დაბინავდა. წარმოიდგინეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ იმ თანხით, რომელიც რომ უაზროდ იხარჯება, რამოდენიმე ასობით ოჯახი იქნება დაბინავებული. ეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხით და ხალხის მიერ გაღებული, დახარჯული ერთი ღამის გამო შეიძლება თქვას, რომ ვინ რას დახარჯავს, რა შენი საქმეა და ასე შემდეგ, მაგრამ გაცემული დახარჯული თანხები რა შემიძლია? საკერთი დღეო თუ პირიქით ჩვენს საწინააღმდეგოდ. მეორე მხარე არის ის, რომ სიცრუეზე აგებული დღე ბავშვებს ტყუილს ეუბნებით, რომ თოვლის ბაბუ არის, ახალ წელს დაიძინებს, საჩუქარს მოგიტანს და რომ გაიღვიძებს, თოვლის ბაბუა მოიტან. არ არსებულ პერსონაჟს ვაჯერებთ და ვაყვარებთ. თუ ადამიანი ამას აკეთებს, ბაბუა უთხრას, ბებია უთხრას, მამა, დედა, ბიძა, ოჯახის წევრები შეუყვარდეს. არ არსებულ პიროვნებას აყვარებენ ისეთ, რომ ისეთნაირად თავისი მშობლები შეიძლება არ უყვარდეს. სიცრუე ისლამში მუსლიმებისთვის არის ერთ-ერთი დიდი დანაშაული. რელიგიის მხრივ რო ვისაუბროთ, გამერ ეფენდიმ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძანებს, რომ მენ თაშაბაჰა ბილ ყაუმი ფაჰუვა მინჰუ, რომელი ადამიანიც დაემსგავსება რომელიმე ერს, ხალხს, ის ადამიანიც იმათგან იქნება. სხვა ჰადისში შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ძანებს, რომ ალლაჰის სალამი წყალობა იყოს მასზე, როგორც იცხოვრებთ, ისე მოკვდებით, როგორც მოკვდებით, ისე აღსდგებით, როგორც აღსდგებით, ისე წარსდგებით ალლაჰის სამსჯავროზე. ჩვენ ყველას გვინდა რომ კარგად მოვკვდეთ, კარგი სიკვდილი, ხო? ქელიმე შაჰადეთით საფლავის ცხოვრება კარგი გქონდეს, როდესაც ხელმიუერეთ გაცოცხლება მოხდება ალლაჰის წინაშე პირნათლად წარსდგომა, მაგრამ ისეთ ქმედებს ჩავდივართ, რომ არა მორწმუნეების რიგებში, არამედ შეიძლება ურწმუნოების რიგებში გვამყოფოს იმ ქვეყნად. და ეს ერთ-ერთი მიზეზი რა არის ამ ახალ წელთან, ახალ წლის აღნიშვნა.
ჩვენი გაკეთებული ყველა ქმედებებზე პასუხი უნდა მოგვეთხოვოს. ჩვენ ამ დღეს როგორ გავატარებთ? მით უმეტეს თვარის კალენდრის მიხედვით სამთვეულების დასაწყისი იწყება და მუსლიმ ადამიანმა ამ ღამეს უნდა შეეგებოს რით? ჰარამი, აკრძალული საქმეებით, გარყვნილობით. შეიძლება ზოგიერთი ასეთ კითხვას აქვს, რომ ხოჯო, მე სასმელი არ მომაქვს, ჰარამის საქმეები არ მაქვს, მხოლოდ ნაძვისხე და ასე შემდეგ, ბავშვებმა რომ გაიხარონ და ასე შემდეგ. ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლიდეთ ისლამის ღირებულებებს, ისლამის ტრადიციებს, კულტურას. ჩვენ რომელიმეს რო გკითხოთ, მაგალითად, რომელიც რო გკითხოთ, რომ მარხვა როდის იწყება, კონკრეტულად რიცხვი ვიცით 99% არ გვეცოდინება. ან ცხელშეწირვა, ყურბან ბაირამი, ან თვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი. ხო? რატომ? აი ჩვენ ისლამს რამდენად ვაფასებთ, რამდენად მორწმუნეები ვართ, ეს აქედან უნდა დავინახოთ. შემდეგ მაგალითად რომ თქვათ, რომ მე უნდა გესტუმრო ამეღა ტკბილობას ხილს წამოვიღებ და შენმა მეუღლემ, შენმა შვილმა რომ იცეკოს და ვუყუროთ. ასე რომ უთხრათ, ან ნაცნობს არა და სულ უცხო პიროვნებას რო უთხრას. რას იზამს პიროვნება? რეაქცია რა იქნება? ან ცემა, ან შეურაცხყოფა, რომ შე როგორ კადრე ასეთი რა. მაგრამ ამ დღეს, არა მარტო ამ დღეს სხვა ღონისძიებები, სხვა თემებზეც გვექნება, ინშალლა საუბარი. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი მეუღლე, ჩვენი ცოლი, ჩვენი შვილი და სხვა ახლობელი ოჯახის წევრები სულ უცხო ხალხის თანდასწრებით. მით უმეტეს სოციალურ ქსელში, როდესაც ვიდეოებს დებენ, თუნდაც მილიონობით ადამიანმა უნდა უყუროს, შეხედოს. მაგრამ როდესაც მივმართოთ, რომ გესტუმრები და იცეკოს, არავითარ მაშინ რეაქცია ექნება. მაშინ რატომ არ არის რეაქცია? რატომ ასეთ დანაშაულს ჩავდივართ? როცა რომ ისლამის მიხედვით აკრძალული არის. ხო? ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენ მუსლიმებს არ შეგვეფერება მსგავსი რამეების გაკეთება. ერთი ღამის, ერთი საათის სიამოვნების გამო თავს ნუ დავიღუპავთ, წმენას ნუ დავკარგავთ. ალლაჰმა გვაპატიოს. წარსულში ჩადენილი ყველა შეცნოები და ყოველი დღე ხეირიანად, ძვირფასად, კარგად გაგვითხართ, გაგვითემოს.